და მაინც რა არის манифестация? უნდა გჯეროდეს თუ არა მისი. არის თუ არა ეს ნეირომეცნიერებასთან დაკავშირებული, შეგვიძლია თუ არა ეს ავხსნათ მეცნიერული კუთხით. რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენს ნერვულ სისტემაზე მუშაობა და როგორ შეიძლება ჩვენს ტვინზე მუშაობით შევქმნათ ჩვენი საოცნებო ცხოვრება. დღევანდელ ეპიზოდში მეყოლება სტუმარი, რომელმაც თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი ედიშერ მაღალაშვილი. მოგესალმები ედიშერ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დროის დათმობისთვის. მეც მოგესალმებით, პირიქით ჩემთვის სიამოვნებაა შენთან საუბარი. მოდი დავიწყებ პირველი კითხვით. როგორ იყო შენი გამოცდილება აი ამ სფეროში, ამ მიმართულებაში? ბავშვობიდან იყო ეს ოცნება, შემდეგ უფრო ჩამოყალიბდა ამისკენ ინტერესი, თუ აი შენი პირადი გამოცდილება რო გაგვიზიარო? არა, ბავშვობიდან ესე ოცნების სახე ამას ერთმნიშვნელოვნად არ ქონია, რაღაც უფრო ეტაპობრივად ნელ-ნელა მიუყვებოდი ამ გზას და რაღაც რაც უფრო შორს მივდივარ და ღრმად შევდივარ, მით უფრო მეტად მომწონს ჩემი პროფესია და ის რასაც ვაკეთებ პრინციპში რა, იმიტომ რომ დღევანდელი გადმოსახედიდან მე ჩემი პროფესია ბევრად უფრო მეტად მიყვარს ვიდრე თუნდაც 15 წლის წინ. ალბათ ძალიან რთული იქნება რომ არ გიყვარდეს ისეთ საოცარ საქმეს აკეთებ. ძალიან გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინე. ანუ ეხა ეგ ისეთ მომაღალი ნათქვამია, ხო? მე არა, უფრო ნეიროქირურგი, უფრო მეცნიერება რა. მე რაღაც უბრალოდ თვითონ არის რაღაც ეს არ არის ინდივიდუალური სპორტი რა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემამდე აფორმირებდნენ, რომლებმაც გარკვეული ცოდნის, იგივე ანატომიის აკუმულირება. ხა ძალიან ძნელია წარმოიდგინო, რომ ეს ანატომია დღემდე ვითარდება და ხვალაც განვითარდება ჩვენი ხედვა რა, იმიტომ რომ ხო რეალურად ყველა მილიმეტრს თავის სახელი აქვს, ყველა რაღაც ამობურცულობას თუ ჩაზნექილობას თავის ხედვა აქვს, სად შეგიძლია ასე ვთქვათ ოპერაციის დროს манипуляცია გააკეთო, სადაც სად შეგიძლია რომ სად არის ეს no man's land რა, სადაც არ შეგიძლია პირიქით ჩაერიო. ამიტომ ეს არ არის, მე უბრალოდ თვითონ ვარ პროფესიაში, რომელიც თვითონ აკეთებს საოცრებას რა, ეს ჩემით თუ ჩემ გარეშე ის გააკეთებს რა. უბრალოდ მე ერთ-ერთი რგოლი ვარ, რომელიც რაღაცნაირად მეტნაკლებად ვცდილობ ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩემი საუკეთესო გავაკეთო. ხან გამომდის, ხან არა, ანუ ეს მომენტიც არსებობს. ეს თავმდაბლობა ქართველი ადამიანების ის არის. არა. პირველი. მე ხო ხვდები ჩემი ემოციური დამოკიდებულება შენ მიმართ. რატო ვამბობ ამას ცი? მყავდა რამოდენიმე ნეიროქირურგი სიაში. რომ ეხა ეს ამ ინფორმაციას რო გაიგებ 23-24-ის ვიყავ გიგანტური ზომის კეთილთვისებიანი მართალია, მაგრამ სიმსივნე გაქვს თავში, ნუ ყველას მე ვაწყნარებდი ოღონდ შენს როგორც გახსოვს. რამოდენიმე ნეიროქირურგი ეს უნდა მივსულიყავი. პირველი იყავი შენ, ვისთანაც უნდა მივსულიყავდი. რომ მოვედი, დეჩემს ვონები რომ всё მეთქი სხვასთან აღარ ანუ უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს ის ადგილია, სადაც ნუ სხვა ის ფაქტიც ხო არ არის, რომ რომელიმე მათგანთან რომ ისულიყავი, ჩემს უკეთ არ გააკეთებდნენ მაგ ოპერაციას, ანუ დაშვების დონეზე ეგეც უნდა დაუვას. დაშვების დონეზე მესმის, მაგრამ მე სუფთა ემოციურ და ეცი რა არის ის განცდა რომ პროფესიონალთან ვიყავი, ძალიან გულწრფელად საუბრობ რა და ის განცდა რომ მე აქ უსაფრთხო გარემო მაქვს, აი რაღაც safe space რო ეძახით ხოლმე, რომ აი თავიდანვე წამოვიდა. და იმიტომაც შემდეგ ესე წარმატებულად წავიდა ყველაფერი 17 საათი მიდიოდა, ხო? რა ძალიან ბევრი, მახსოვს რომ ერთ-ერთი არა, მახსოვს რომ ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია იყო, რაც გავაკეთე და დიდი ხანი ვემზადებოდი კიდევაც და მოწვეული სპეციალისტი წყვავდა ალიკო სანიკიძე, რომელიც პრინციპში დავამთხვიეთ მის თბილისში ყოფნას და რაღაც ერთობლივი ძალებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულ პათოლოგიასთან მქონდა რა გვაქვს საქმე რა ამ სიტუაციაში. დაუცნაური იყო ხო იმას საკში, მაგრამ ესეც ძალიან გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეგ ფაქტი რომ არა, ვერ გავივლიდი ცხოვრების იმ გზას, რაც გავიარე. იყო ერთგვარი გამოღვიძება და ჩვენ კი კომპრომისი გვქონდა, რომ მარჯვენა ყურის მენას უნდა დავემშვიდობოთ.
მაგრამ რომ არ მოგატყუო თვალის გახელის ანუ ოპერაციის შემდეგ გახელის წამიდან გრძნობდი რომ თითქოს ძლივს ჩემი ხმა მესმის. აი ის ხმა რაც რეალურად შეიძლება ბავშვობაშიც იყო, მაგრამ დაკარგული იყო და ვუბრუნდებოდი იმ რაღაცა ჩემ პირველ მდგომარეობას, მოდი ავთენტური დავარქვათ პირობითაც და რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრების ეს რელსებიდან გადასვლა რო ხდება ხოლმე. თუნდაც დაინტერესება აი ამ სულიერებით, რელიგიებით, მეცნიერებით და აი ამ ნაზავით. ნუ ახლა ცხოვრების ბოლოს ყველა ადამიანი მემუარებს წერს, იმიტომ რომ ყველას თავის პირადი გამოცდილება ძალიან უყვარს, მაგრამ ისიც არ არის ფაქტი, რომ განსხვავებული გამოცდილება რო გქონოდა, უფრო შეიძლება უარესი ყოფილიყო ჩვენი ცხოვრება, ან ნაკლებად საინტერესო, მაგრამ ასევე შეიძლება ელევაცია მომხდარიყო და უკეთესი და მეტად საინტერესო ყოფილიყო. ამიტომ ეს ძალიან ისეთი მომენტია. მე პოზიტივისკენ ეს მინისტრაფის ხო მეგონება ყოველთვის და შესაბამისად ეს რაღაც ჩვევად მეკცა. სხვათა შორის თუ სწორედ მახსოვს, ჩემი რეაბილიტაციაც ძალიან ჩქარ ტემპში მიდიოდა. იმას თუ გავითვალისწინებთ რეალურად რა მასშტაბის ინტერვენცია და ჩარევა გვაქვს, ანუ მე მგონია რომ მაგაზე უფრო დიდი ჩარევა ადამიანის ორგანიზმში და სხეულში არ არსებობს რეალურად რა, ანუ ინტერვენცია თავისი ეგრეთ წოდებული კოლატერალ დიმეიჯ რა, ანუ კოლატერალური დაზიანება, ხო, იმიტომ რომ რეალურად ნებისმიერი ოპერაციის დროს უნდა გაიარო გზა პათოლოგიამდე და უკან გამოხვიდე, ხო, ანუ ელემენტარულად კანს თუ არ გაჭრი, რაღაც ორგანომდე ვერ მიაღწევ, ხო? შესაბამისად ის ინტერვენცია და ის კოლატერალური ზიანი, რომელიც მაგ ოპერაციის დროს ადგება, ძალიან მასშტაბურია სინამდვილეში და ძალიან ძნელი არის ეს წარმოსადგენად, წარმოსასახად, ასე ვთქვათ. ჩვენ გვაქვს ესეთი მომენტი, რა მე მაქვს ხოლმე ესეთი საუბარი, რომ აი თუ ექიმიც ვერ მიხვდება ამას, თუ ნეიროქირურგი არ ხარ, ვერ მიხვდები ამ ინტერვენციის მასშტაბებს, ეს მომენტი, ხო? როცა ნეიროქირურგი ხარ, უკვე გათვითცნობიერებული და გაანალიზებული გაქვს, იმიტომ რომ რეალურად რაღაც მეტნაკლებად ობიექტურად, ასე ვთქვათ, აფასებ რეალობას, იმიტომ რომ ამას ყველაფერს რაღაც ეს ცოდნა უნდა და ხედვა უნდა იმ დეტალებს, რომლებიც თუ არ ხარ ნეიროქირურგი, ამას ვერ დაინახავ ვერასდროს. იცი როგორი კითხვა მინდა დაგისვა, რეალურად აი მაგ პერიოდიდან აქამდე ძალიან ბევრი რაღაცა გავიარე, ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე და ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია ჩემი ნეიროპლასტიკურობაზე რომ საუბრობდით. ცოტა მეტად თუ შეგვიძლია რომ აი ვისაუბროთ ამ ნეიროპლასტიკურობაზე და აუდიტორიასაც მეტად გავაცნოთ, რამხელა შესაძლებლობა შეიძლება გქონდეს ჩვენ ტვინს. უსაზღვროა ჩვენი ტვინის შესაძლებლობები რეალურად. ეგ არის თვითონ აი ტვინის პარადოქსალურობა, ასე ვთქვათ, რომ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები არის უსაზღვრო და მისი შესაძლებლობების საზღვარი მხოლოდ მის ტვინშია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ ადამიანმა გადაწყვიტა რომ რაღაცას ვერ მიაღწევს და ვერ გააკეთებს, ის მას ვერ მიაღწევს და ვერ გააკეთებს. თუმცა თუ გადაწყვიტა რომ მიაღწევს და გააკეთებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოუვა, იმიტომ რომ რამოდენიმე მომენტით არის რა ეს შემოფარგლული, შემოსაზღვრული, ასე ვთქვათ, არ შეგვიძლია ჩვენ რა თქმა უნდა, წვრთნას, მეცადინეობას, სწავლას, თუ არ ვიცი, რეპეტიციას, თუ მუსიკოსი ამ ხატვარია ერთი ძალიან დიდი რესურსი აქვს, მაგრამ ასევე არანაირად არ შეიძლება იმ მომენტის უგულვებელყოფა, როგორიც არის გენეტიკა. და გენეტიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს, თუმცა ეს გენეტიკური ვარიაბელობაც ძალიან დიდია რა და ერთმნიშვნელოვნად რაღაცა იმის გადაცემაში უსმენდი, რომ აი დიდი ადამიანებიო არიანო, დაბადებულებიო, თუ ჩამოყალიბებულებიო და ჩემი პასუხი არის კიო რა, იმიტომ რომ როგორც უნდა დაიბადო გარკვეული გენეტიკური პოტენციალით,
ასევე ამის რეალიზაცია უნდა მოახდინო რა, იმიტომ რომ ერთის მხრივ ახლა თუ არ გაქვს შესაძლებლობა, რამდენიც არ უნდა იმეცადინო, შეიძლება არ გამოგივიდეს, ხო არის დაუშვათ აი მუსიკალური სმენა რა, რომელიც ну აი თუ არ გაქვს აი ეს საბაზისო რაღაც მომენტი, ახმა დაუშვათ მომღერალი კი, რამდენიც არ უნდა წვრთნა შენი სხეული იმ სიმაღლეებს ვერ მიაღწევ, რომ კონკურენტუნარიანი იყო თანამედროვე რეალობაში. ხო, ვისაც ბუნებრივად აქვს, მაგრამ მეორე მხრივ თუ ბუნებრივად გაქვს და მას წვრთნას არ დააშენებ თავზე, ისიც არ გამოვა რა, ამიტომ ეს ორი კომპონენტი არის რა, ეს პირველი კომპონენტი არის რა მოგცა ღმერთმა და მეორე კომპონენტი არის რა გამოვწერწეთ ჩვენ ამისგან რა, და ეს ორი შემადგენელი პრინციპში თანასწორუფლებიანია რა ერთი მეორესთან მიმართებაში. ერთი მეორის გარეშე ვერ იღებ იმ შედეგს უბრალოდ რისკიანს მიდიხარ, ხო? ერთიც საჭირო და მეორეც. და ნეიროპლასტიკურობაზე რო ვისაუბროთ? ну ნეიროპლასტიკურობა ალბათ თან ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნეიროპლასტიკურობა მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. იმიტომ რომ რაღაც ჯერ კიდე არც თუ ისე დიდი ხნის 25-30 წლის წინ იყო კონცეფცია, რომ ნეირონები არ მრავლდებიან. და როგორც არიან, ისე არიან. დღევანდელი კონცეფცია აბსოლუტურად სხვანაირია, რომ აი ჩემ და შენ შორის საუბარი უკვე როგორც კი ყოველ წუთას ან რაღაცა მოგვემატება, ან სინაფსური კავშირი, ან ნეირონი, იმიტომ რომ ნებისმიერი ახალი დატა, რომელიც შედის ჩვენ ტვინში, მას ხო ასე ვთქვათ, ახალი კლასტერი ჭირდება იმისთვის, რომ ჩაეწეროს ნეირონთა შორისი ახალი კავშირის ჩამოყალიბება ჭირდება. ამიტომ ითვლება, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ან ასე ვთქვათ, იზრდება და ვითარდება, ან დეგრადირებს და უარესდება, თუ არ მუშაობ იმ საკითხზე, რომ ეს იზრდებოდეს და ვითარდებოდეს. ამიტომ დღესდღეობით ითვლება, რომ გონებრივი შესაძლებლობები პრინციპში უსაზღვროა, ადამიანს შეგიძლია ისწავლო ნებისმიერი ენა, ნებისმიერი, ხო, არიან ადამიანები რა, იმ დღეს რაღაც მაგალითად მომყავდა რაღაც ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც 70-ს გააცილებული ადამიანი სწავლობს ინგლისურს და სწავლობს, ეს უბრალოდ მას იმისთვის ჭირდება, რომ პოზიტიური ნეიროპლასტიკურობა იყოს, ასე ვთქვათ, რომ დეგრადირებისკენ არ წავიდეს და პროგრესიისკენ წავიდეს მისი ტვინი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტვინის ვარჯიში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, როგორც ხელს ჭირდება, ისე ასე ვთქვათ ტვინის. ხო. მოდი აქვე ჩაგეკითხები, ჩვენ ნერვულ სისტემაზე საუბრობდით და აი ამ სტრესზე, რომელიც შეიძლება პოზიტიურად აღვიქვათ და სტრესი, რომელიც ქრონიკულია და ძალიან ცუდ შედეგებამდე მიუყვებით. აი ამასთან დაკავშირებით, რომ ვუთხრათ აუდიტორიას, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ამების განსხვავებას და ნეგატიურ კონტექსტში ვთქვათ, რომელზეც ვსაუბრობთ, როგორი მნიშვნელობა აქვს, რომ ამას შევუწყოთ ხელი, რომ ეს ქრონიკულად არ იყოს და გამუდმებით, რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. არა, სტრესი თვითონ არის აბსოლუტურად ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ეს სტრესის ჰორმონები თუ ნეირომედიატორები გამოგეყოფა ადამიანის ორგანიზმში, ეს როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს აქვთ და აღწერილი არის, უბრალოდ მოკლევადიანი სტრესი პირიქით მასტიმულირებელი არის ორგანიზმისთვის, რაღაცნაირად ტონუსში მოყავს, ძალიან ფიზიოლოგიურია. მეორე მომენტი არის ქრონიკული, ხანგრძლივი, მრავალწლიანი, ასე ვთქვათ, სტრესი, რომელიც აბსოლუტურად დამანგრეველია ორგანიზმისთვის. იყო მაგაზე ეს ექსპერიმენტიც იყო, როდესაც მგელი და ცხვარი დააბეს ერთმანეთის გვერდით, ისე რომ მგელი ცხვარს ვერ წვდებოდა, მაგრამ მათ შორის ძალიან პატარა მანძილი იყო და ცხვარი მოკვდა თავისით, იმიტომ რომ ყოველდღე უყურებდა ნახევარ მეტრში ყოველდღე უყურებდა მგელს და ყოველდღე შიში ჰქონდა, რომ ერთ დღესაც ის ჯაჭვი გაწყდება. ესეც ხო ტვინის ამბავია. იცი როგორ არის ნეირომედიატორები ყველაფერი ტვინის ამბავია, ყველაფერი ტვინის ამბავია. რატო ვამბობ, იცი?
რო ვამბობთ ხოლმე და შენი აზრით ძალიან მაინტერესებს აქ აი აკვიატებულ ნეგატიურ ფიქრებს რომ ამბობენ და მე ფოთვამდე მივყავარ აი ესეთი ეს მქონია მოკლედ პრობლემები ადამიანებთან ჩემი გადათარგმნით ეს არის ფიქრი რომელიც იწვევს ბიოქიმიურ პროცესებს ანუ ჰორმონალურ სხვადასხვა გამოყოფას სხეულში რაც შემდეგ ფოთვით გამოიხატება ეს ფოთვა ისევ იწვევს ფიქრების შექმნას და რაღაცა ლუპს რო ეძახით აი ესეთ ლუპში გვაქვს. ერთის მხრივ ფიქრები გამოიმუშავებენ ნეირომედიატორებს, ნუ შეგვიძლია ნეიროჰორმონები დაარქვა მათ, მაგრამ მეორეს მხრივ ნეიროჰორმონები იწვევენ ფიქრებს. მაგალითად, აი ცნობილია ესეთი მომენტი, რომ ცხოველებშიც, ხო, აი, როდესაც ხარ მშიერი, გაცილებით უფრო მაღალი გაქვს აი სტრეს ჰორმონების დონე სისხლში ასე ვთქვათ. და იმ მომენტში გაცილებით უფრო აგრესიული ხარ და უფრო ფოკუსირებული ხარ, უფრო უკეთესი მხედველობა გაქვს, უფრო უკეთესი ყნოსვა გაქვს, გემოს უფრო მძაფრი სმენა. ეს ყველაფერი იმიტომ რომ იმ მომენტში მონადირე ხარ, იმ მომენტში რაღაც საკვები უნდა მოინეო, რაღაც წესიც არსებობს, რომ ეს დრამატული გადაწყვეტილებები მშიერზე არ უნდა მიიღო. არ უნდა მიიღო, იმიტომ რომ ბევრად უფრო აგრესიული ხარ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ბუნებრივია, ევოლუციით მოტანილი არის და ეს მომენტი არსებობს, ხო? ხო, ძალიან საინტერესო ყველაზე მეტად მიხარია ის, როდესაც მეცნიერება უკვე იმ დონეზეა, რომ ამ ყველაფერს მეცნიერული კუთხით გაჩვენებს და ადამიანები მეტად ზრუნავენ თავის თუნდაც ნერვულ სისტემაზე, თუნდაც მენტალობაზე, ანუ გვაქვს ის ძრები, რომ აი საუბრობდით წეგან საქართველოში რეალურად მაინც გადარჩენის რეჟიმია, ეს გენეტიკურიც არის. ხო, გამუდმებით ვიღაცისგან თავს იცავ, გამუდმებით არ ვიცი, ქალებიც კი ომში გადიოდნენ, ან შვილს და ქმარს ელოდებოდნენ, რომ გადარჩენილი მოვიდოდეთ თუ არა სახლში, მერე იყო ეს რაღაცა უპურობის პერიოდი და გენეტიკურად თითქოს აი ეს პროგრამა მოყვება, რომ უნდა გადარჩე. ნუ ერთის მხრივ ხო ეხა გენეტიკული მან ეგ ექსპერიმენტიც იყო რა, ანუ ოსვენცემი იყო ესეთი საკონცენტრაციო ბანაკი მესამე რეიხის დროს გერმანიაში, რომლის შთამომავლებს გაუზომეს კორტიზოლის დონე სისხლში, შთამომავლებს გაუზომეს კორტიზოლის დონე სისხლში და აღმოჩნდა, რომ მათი ბაბუების გადატანილი ტრაუმა პირდაპირ აისახებოდა შვილიშვილებზე. ეს ერთი მომენტი არის და მეორე მომენტია, რომ ეს მარტო გენეტიკურიც არ არის რა, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ ძალიან დიდი სტრესები გადაიტანა. ეს სტრესები, რა თქმა უნდა, იყო ქრონიკული, იყო ხანგრძლივი და ამ მომენტიდან გამოსვლა პრინციპში ძალიან ძნელია, განსაკუთრებით იმ თაობისთვის, რომელიც 40+ იყვნენ, აი 90-იანი წლების განმავლობაში. ხა ჩვენ რეალურად ხო რამოდენიმე სამოქალაქო და კიდე რუსეთთან ომი გვაქვს გადატანილი და რამოდენიმე რუსეთთან ომი გვაქვს გადატანილი ამ ბოლო 10 წლების განმავლობაში და ეს რა თქმა უნდა ტოვებს თავის ასე ვთქვათ ანაბეჭდს აზრებზე, ფსიქოლოგიაზე, ფსიქოემოციაზე და გაცილებით უფრო ძნელი ხდება ამ ადამიანებისთვის ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ეხლა ცოტა ეს თეორიულად საუბარი ადვილია, მაგრამ ხო იც პრაქტიკულად ყველას გვაქვს რაღაც ეს ჩვენი ეს ნეგატიური ფიქრების ლუპები, მათ შორის მეც, რომლიდანაც ამოსვლა არც თუ ისეთი მარტივია რა და შეიძლება იყოს რაღაც წინა გამოცდილება უბრალოდ რომელიც თავის ანაბეჭდს ტოვებს ჩემ ფსიქოემოციაზე. კი. იცი როგორი კუთხით მინდა რომ კითხვა დაგისვა და თუ შევძლებთ რომ ტექნიკურად ეს რაღაცნაირად ავხსნათ, აი манифестაციაზე ლაპარაკობენ, არ ვიცი, ბოლო წლებია ალბათ ეს манифестაცია გახდა რაღაცა საოცრება. რაც რომ მეტად სწავლობ რაღაცეებს, twins აქვს ესეთი ფუნქცია, რომ შენ როცა განსაკუთრებულ ამ intention ყურადღებას მიმართავ კონკრეტული რაღაცისკენ, ავტომატურად თითქოს შემდეგ უფრო მეცხედავ ამას შენ ცხოვრებაში. ნუ მთავარია ხა მოქმედება ამის მიმართ, როგორც წეღამ თქვით, რომ აუცილებელია თუ უნდაც ნიჭი კონდეს მოქმედება, რომ ეს გამოძერწო და იგივე ხდება აქაც, მაგრამ აი
ფოკუსი, როცა მიმართული აქვს twins რაღაცა კონკრეტულ ტოლისკენ, ხო? აი ტექნიკურ ამბავში როგორ ხდება ეს, რომ მართლაც იმ რაღაცებს უფრო მეტად ხედავს და უფრო ზედაპირზე ამოდის ეს ყველაფერი. ტექნიკურად ანუ ის მომენტი არის, რომ თავის twin-ი არის უხეშად რო ვთქვა, პრინციპში კომპიუტერი პროცესორი არის თავის twin-ის ანალოგი, ოღონდ ჯერ შეიქმნა კომპიუტერი და მერე მივხვდით, რომ ის ანალოგია და გავს თავის twin-ს, ხო? და მაქედანაც წამოვიდა ეს ხელოვნური ინტელექტი თვითონ ეს ფრაზა რას ნიშნავს, ხო? რომ ეს ინტელექტია რეალურად და ეს მხოლოდ შეიძლება მიკროჩიპის და თავის twin-ის მსგავსებით იყოს რა მიღებული ერთის მხრივ. მეორეს მხრივ ამ თავის twin-ის ინფორმაციის დამუშავების პოტენციალი თუ რესურსი, ასე ვთქვათ, ერთდროული ინფორმაციის დამუშავების რესურსი უკიდეგანო და უსაზღურო არ არის. მიქ აღწერილი არის სადღაც წერია სადღაც 11 მილიონამდე input, ანუ შემყვანი მოწყობილობა გვაქვს და ბევრად უფრო ნაკლები გამომყვანი, ხო? ეხლა გვაქვს რა დაუშვათ ვიზუალური სმენითი ინფორმაციის, გემოსი, ტაქტილური შეგრძნებების, ეს მიღების გზა, ავტობანი, ასე ვთქვათ, რომელსაც შეაქვს ჩვენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ინფორმაცია და ასევე გამომტანი, ხო, იგივე მეტყველება და ასე შემდეგ. ამავდროულად, გამომტანი ბევრად უფრო ნაკლები გამტარობის არის, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტ ინფორმაციას აღვიქვავთ. ყველაზე დიდი ინფორმაციის მატარებელი არის მაინც ვიზუალური გამოსახვა, მხედველობა, მას თავის twin-შიც ძალიან ისეთი დიდი ზონა უკავია, ასე ვთქვათ, ცენტრალური ნერვული სისტემის და ოღონდ აი ამ ინფორმაციის სრულად დამუშავება, რომ ყველა შემომტანი გრძნობითი ორგანო ერთდროულად იყოს ჩართული და მთელი ეს ინფორმაცია ადეკვატურად მიიღო და გადაამუშავა, ამის საშუალება თავის twin-ს არ აქვს. ამიტომ ის რაღაც რიგრიგობით ხმარობს იმას და კონცენტრაციას აკეთებს იმ მიმართულებით, რა მიმართულება ჩვენთვის პრინციპში უფრო საინტერესოა იმ მომენტში თუ იმ სიტუაციაში. მაგალითად, აი ძალიან კარგი მაგალითია, რომ როდესაც მუსიკოსები, ძალიან ბევრი არიან ეგეთი მუსიკოსები, იგივე ფორტეპიანოზე, ხო, მათ როცა უკრავ ადამიანი, როგორც შემომყვანი გჭირდება, სმენა, ყველა ნოტი უნდა გაიგო, ისე გამომყვანი ეს დექსტერიტი, ხო, ეს თითების მოძრაობა უნდა იყოს. ამ დროს ძალიან ბევრი მუსიკოსი უბრალოდ ხუჭავს თვალებს, მსმენელიც ძალიან ბევრი ხუჭავს თვალებს იმისთვის, რომ ეს გერები უფრო კარგად და მკაფიოდ აღიქვას. ეს ხდება რატო? იმიტომ რომ ყველაზე დიდია იგივე ფაილები რო შევადაროთ კომპიუტერში, ყველაზე დიდი მოცულობის ფაილები, ეს არის ვიზუალური ფაილები, რომლებიც ყველაზე მეტად დასამუშავებელია და იგივე ეს ვიდეო თამაში გინდა თუ გამოსახულების ციფრული მონტაჟის თუ რაღაც სხვა პროგრამები, ხო, ეს კომპიუტერული დიზაინის პროგრამებს ძალიან მძლავრი კომპიუტერები ჭირდებათ სინამდვილეში, გაცილებით უფრო მძლავრი, ვიდრე რაღაც საოფისი არ დარდება რა მათი რესურსი ერთმანეთს და ეს ფაილები, Word-ის დოკუმენტი და რაღაც 4K-ში გადაღებული ვიდეო ერთმანეთს რო შეადარო, დრამატული განსხვავება არის მათ მოცულობაში. შესაბამისად, აი ამ თვალების დახუჭვით ძალიან დიდ რესურსს უთავისუფლებს ადამიანი თავის twin-ს იმისთვის, რომ კონცენტრაცია გადაერთოს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ეს საჭირო თუ აუცილებელია. იგივეა რა ალბათ ფსიქოლოგიაშიც რა, ეხლა თუ ადამიანს რაღაცა გაინტერესებს, აი რაღაცა წითელ მანქანებზე ვსაუბრობდით რა, რომ თუ ფოკუსირდები იმაზე, რომ წითელი მანქანები და ესეც იყო ხოლმე რა, როცა რაღაც რამდენჯერაც ახალი მანქანა მიყიდია ჩემ ცხოვრებაში, უცებ ვიწყებ ხედავს, რომ აი ჩემნაირი მანქანა წავარა და რო ვყიდულობდი იმ მომენტში მეგონა, რომ რაღაც ცოტა იყო ჩემნაირი და განსხვავებულს ვყიდულობდი. ეს მომენტიც არსებობს და ისეთია რა, ეხლა ცნობილია და ეს ექსპერიმენტიც ხო არის ეს აი პასები და ეს გორილაში გადაცმული ადამიანი, ეს მომენტიც არის, რომ რაზეც ხარ ფოკუსირებული იმას ამჩნევ და იმის გარდა რაც არის მომენტები, იმას საერთოდ ვერ ამჩნევ რა.
ეხლა ჩემი ბურად გადავთარგმნი რაღაცებს და შენი აზრი გამიზიარე თუ სწორად თარგმნი. ანუ რეალურად Twins აქვს იმის შესაძლებლობა, რომ პირობითად მე თუ მოვიფიქრე ესეთი პრაქტიკა, რომ რაზეც მინდა ფოკუსი მქონდეს, ყოველ დილით შედარებით აი ახალგაზრდულზე მოწყვალდი როა ჩემი ნერვული სისტემა, ჩამოვწერო ეს მიზნები. შეიძლება ეს Twins-თვის იყოს იმპულსი, რომ მეტად იყოს ფოკუსირებული ამ რაღაცეებზე, ხო? და უფრო მეტად დაინახოს ეს რაღაცა სიკეთეები, ან მანიფესტაცია ძალიან რო გიყვართ ეს სიტყვა, მეტად იყოს კონცენტრირებული ამების მიმართ. და ნუ ახლა ზოგმა შეიძლება ჩამოწერო, ზოგმა შეიძლება სხვა ტიპის ვიზუალიზაცია გააკეთოს, ხა მე მან რაღაცნაირად ესე მრჩეველი არო, ყველამ თავის ტექნიკა უნდა იყოს. და თუ დავახმარ პლუს ამას რომ თვალს დავხუჭავ, სენსორიულ ინფორმაციას შევზღუდავ და ამის ვიზუალიზაციას გავაკეთებ, კიდევ უფრო დავეხმარები. დილა იყო ძალიან კარგი მომენტი, რომელიც აღნიშნე. იმიტომ რომ აი რასაც ვაპარაკობდით ამ თავის Twins-ზე. თავის Twin-ი არის ძალიან რო გავამარტივოთ, შიდა წვის ძრავას გავს ძალიან რა, ის იღებს გლუკოზას, მას ერთადერთი საწვავი აქვს, ასე ვთქვათ, გლუკოზა. რომელსაც წვავს ჟანგბადიან გარემოში, ეს არის ეგზოთერმული რეაქცია, ამ დროს გამოთავისუფლდება ენერგია და ეს ენერგია აძლევს თავის Twins ფუნქციონირების საშუალებას. ოღონდ ნებისმიერი წვის რეაქციის შედეგად გამოიყოფა ნახშირორჟანგი და წყალი. ჩვენ დავარქვათ მათ მეტაბოლიტები და ამას უფრო გამარტივებულად ვაკეთებ, იმიტომ რომ იქ რეალურად უფრო რთული ის არის. თავის Twin-დან მეტაბოლიტების ევაკუაცია ვერ ხდება და ვერ ხორციელდება, ასე ვთქვათ, ონლაინ რეჟიმში რა და არსებობს დიდი კლასტერები, სადაც ეს მეტაბოლიტები გროვდება დღის განმავლობაში. ამიტომ დილით ადამიანი ბევრად უფრო დასვენებული ხარ და საღად მოაზროვნე და საღამოს გაცილებით უფრო ბევრი მეტაბოლიტი არის, ბევრად უფრო ტოქსიურია თავის Twin-ი, თავის შინაარსით. ეს თვითონ ამ ინფორმაციის დამუშავების რესურსი უფრო ნაკლებია, ასე ვთქვათ, უფრო გართულებული აქვს, უფრო გაძნელებული აქვს და ძილი არის მომენტი, როდესაც ვიზუალური ხმოვანი ინფორმაციისგან ითიშება, ასე ვთქვათ, თავის Twin-ი, ნუ ითიშება არასწორი ნათქვამია, უფრო რაღაც ეს suspend რეჟიმში გადადის და ამ დროს მეტაბოლიტების, ანუ თავის Twin-ის აქტივობა ძილის დროს, ასე ვთქვათ, მცირდება და ამ მეტაბოლიტების გამოტანა ხდება იქიდან მაგ დროს. და ნუ ეს ფსიქოლოგიური მომენტიც არის ესეც არის eat the frog first რა არსებობს ესეთი მომენტი რომ თუ დღის განმავლობაში რაღაც ბაყაყი ყავს შესაჭმელი ჯობია დილიდან რომ ასე ვთქვათ გეწოდინება რომ ყველაზე რთული საქმე გაკეთებული გაქვს და ამაზე უფრო რთული იმ დღის განმავლობაში არაფერი აღარ შეგვხვდება და ამიტომ დღე მე ესე მგონია რომ უნდა დაიწყო ყველაზე რთული ამოცანებით გადასაჭრელად და მე დღის განმავლობაში საღამოსკენ უფრო რაღაც მარტივი შემოინახო. ხო. და ნუ კიდე ერთი მომენტიც არის ეს კვება რა, ეს კვებაც მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჭამაკი გვაძლევს ჩვენ ენერგიას, მაგრამ მეორეს მხრივ საჭმლის მონელებას თვითონ ენერგია ჭირდება. ოღონ ამ პროცესის შედეგად ჯამში უფრო მეტი ენერგია გამოთავისუფლდება, ვიდრე დაიხარჯა, მაგრამ უშუალოდ ჭამის შემდეგ, ასე ვთქვათ, კვების შემდეგ ენერგიის კლება გვაქვს, იმიტომ რომ ორგანიზმის რესურსის ძალიან დიდი ნაწილი საჭმლის მონელებაზე არის გადართული. აი რა საინტერესო არის ახლა ეს ბოლო პერიოდი ალბათ შარშან იყო, როცა მეტად კონცენტრირებული ხარ შენ თავზე, უფრო აკორდები სხეული რას გადის იმ მომენტში. ძალიან შენელებული ვარ თქო, როგორც გითხარი, მივხვდი რომ აღარსად არ მეჩქარება თქო და ადრე აი ყველაფერი მეჩქარებოდა, კითხვაც, მოსმენაც, გაკეთე, აი თითქოს უნდა მომესრო. შარშან არ გამოდის იანვარში უკვე ამ წელს იყო, როცა
წიგნმედო ჭამის დროსაც, ჭამის შემდეგაც და უცბად მივხვდი, რომ მოიცა ერთი წამი ვლაპარაკობ ჩემი ენერგიის პატივისცემაზე, ხო? ამას ხო ვასწავლი სხვებს ხო ვეუბნები, რომ პატივიც შენ ენერგიას. მოდი აბა, როგორი შეგრძნება იქნება, რომ ჭამის შემდეგ ცოტა ხანი აღარ წაიკითხვა და მიეცი საშუალება, რომ კიდე მეტი კონცენტრაცია აქეთ კი არ წაიღოს, რაც სჭირდება რესურსი, თავისთვის მოიხმაროს და მერე გააგრძელე. ინდოეთში ვიყავი სხვათა შორის მაშინ და ჩავედი ესე ოკეანესთან დავჯექი ამ სიმშვიდეში. ეს თავის პროცესი თვითონ მიდიოდა და მივხვდი, რომ იმის შემდეგ 10 მაგათ პროდუქტიული ვიყავი და ის წიგნი ჭამის შემდეგ თუ შეიძლება 5 გვერდი წამიკითხა რამდენიმე წუთში, გაათმაგებული სისწრაფით კითხულობდი, როცა დასვენების, ანუ იმის საშუალება მივეცი, რომ კაი, მიხედე შენ საქმეს, მოდი გცე ემპათიას, გააკეთე შენ საქმე და მე გავაკეთებ. და ეხლა ალბათ შენ ახსენი ის პროცესი, რაც საერთოდ არ ვიცოდი რატო გავაკეთე, მაგრამ შედეგი გამოიღო. ბევრ კულტურებში ძალიან ეს სიესტაც ხო არსებობს, ჭამის შემდეგ დაშვენება, ხო მაგალითად ესპანეთში სადილს როცა მიირთმევენ, იქიდან 2 საათი საერთოდ არაფერს არ აკეთებენ, ეგეც ალბათ მაქედან მოდის, იმიტომ რომ ნაკლებად პროდუქტიულ კეთებას ალბათ ჯობია საერთოდ არ გააკეთო ეს მომენტიც ალბათ არსებობს. ეგ არის და ეხლა აი ეს ოკეანე რო ახსენი, ანუ წყალს კიდე ამ ევოლუციურ განვითარებაში კიდე ცოტა სხვა ფუნქცია აქვს, იმიტომ რომ აი სულ ჩვენ ხო პრინციპში პირველყოფილია ჩვენ ვართ პირველყოფილი ადამიანების hardware-ი, ანუ პირველყოფილი ადამიანების მოწყობილობა, ასე ვთქვათ, მოხვედრილი აბსოლუტურად სხვა რეალობაში რა. ეხლა ზეზუადა მზიარო დაამიწო თანამედროვე, არ ვიცი, პარიზში ან ნიუ-იორკში, რეალურად მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება რაღაც წუთებით განისაზღვროს ან საათებით, ხო? იმიტომ რომ ის რო განსაზღვრო, რომ ისინი 40 წლის განმავლობაში იქ რაღაც წარმატებულ კარიერას დაწყობენ, მაგის ალბათობა პრაქტიკულად ნულოვანია და ეს მომენტი არის, რომ ევოლუცია ადამიანური ევოლუცია გაცილებით უფრო ნელა მიმდინარე პროცესია, ვიდრე ჩვენი თუ გაუმჯობესება ქვია ამას, რასაც ჩვენ ადამიანები კაცობრიობა დედამიწას უშვებით, ამას თუ გაუმჯობესება ქვია, ვიდრე გაუმჯობესება არა, უფრო აი ცვლილება, ის ცვლილება, რასაც ჩვენ ქმნით გარემოში იმისთვის, რომ ის უფრო მეტად მორგებული იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენზე. ნუ მანდ ბევრი ის არსებობს, რომ ეს ტემპის დაგდება კარგია, მაგრამ ესეც რაღაცნაირად ესე swing, ანუ აბსოლუტურად სულ ნელა ყველაფერსაც ვერ გააკეთებს, სადღაც ტემპის მომატებაც არის საჭირო და ეს რაღაცნაირად ბალანსი უნდა იყოს დაცული. თუმცა გრძელვადიან გეგმებთან ალბათ სიჩქარე ალბათ არ არის კარგი ამბავი. არ არის. ჩემი დაკვირვებითაც ჯერჯერობით ეგრე არის. არის კონკრეტული ან საკვები, ან ქმედება, ან ცხოვრების წესი, რაც ჩვენი ტვინის დეგრადაციის განდაგვიცავს და პირიქით, ასე ვთქვათ, გამოაჯანსაღებს და ბევრად პროდუქტიულს გახდეს ჩვენ ტვინს. ნუ ბევრია ეს ჯანსაღი კვების და ცხოვრების წესის პრინციპები რაც არის, უბრალოდ მე მანდაი ალბათ არიან რა, ეხა ადამიანები, რავი, როგორიც კრიშტიანო რონალდო და ჯოკოვიჩი არის, რომლებსაც შეუძლიათ რომ რაღაც თავის ცხოვრების 100% აბსოლუტურად რეჟიმულად იკვებონ და არანაირი გამონაკლისი არ დაუშვა რა მის მხრივ. მე უბრალოდ მგონია რომ თვითონ აი ნეიროპლასტიკურობის გარდა კიდე აი სხეულის პლასტიკურობაც არსებობს რა ადამიანის ორგანიზმის. მარტო ტვინს ეს არ შეეხება, ჩვენ ძალიან ესეთი ქმნილებები ვართ სინამდვილეში, ნატიფი და საინტერესო, რომლებიც აი მუდმივ მოდიფიცირებას ახორციელებენ საკუთარი თავის. რა თქმა უნდა, რაღაც ასაკთან ერთად ეს ტემპები ვარდება და პატარა ასაკში გაცილებით უფრო სწრაფია. ნუ ჯანსაღი ცხოვრების წესის და კვების პრინციპები რაც არის რა, ეს მეტი ბოსტნეული იქს რაღაც თითქმის 9 კილომდე ბოსტნეული არის დღიურ რაციონში აღწერილი, რაც ცოტა არ არის ვიტამინები, ომეგა-3 მჟავები, იგივე თევზის ცხიმი, ეს ყველაფერი რაციონში ძალიან მნიშვნელოვანია, ცხიმები. ნუ
ერთმნიშვნელოვნად აზიანებს ამას ბევრი და სწრაფი შაქრები. ოღონდ ეს შაქრები მარტო რაფინირებული და ნამცხვრის პოზიციიდან არ გამოდის, მაგალითად, ხილიდანაც, დღევანდელი ხილი ის ხილი არ არის, რომელიც ეზოს და მზიას დროს არსებობდა, იმიტომ რომ რეალურად ამ სელექციის და ეს აგროკულტურაც ხო პრინციპში მეცნიერებაა, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ მარწყვი უფრო ტკბილი, უფრო წითელი და უფრო დიდი იყოს, ხო? და უცებ აი ეს არ არის ის რაღაც მარწყვი, რომელიც პატარა, ცოტა ცუდი შესახედავი და ნახევრად ტკბილი იყო, რომელსაც ჩვენი მრავალი თაობის წინაპრები ჭამდნენ. ამიტომ დღეს ესე არის დამტკიცებული, რომ შაქრები ძალიან მოზომილი, სადაც აღარ მახსოვს ვიღაც ამბობდა კიდევაც, რომ აი რაღაცა ერთი კოვზი შაქარი უნდა იყოს ჩვენ სისხლში მოცირკულირე და ორი უკვე ბევრია რა რაღაც ბლოკში შემხვდა რა და ეს ძალიან ის არის და რაც თავარია უნდა იყოს აი ეს სვინგები, ეს ტალღები ამ შიმშილს და დანაყრებას შორის არ უნდა იყოს რაღაც მე 3 დღე არ მიჭამია და დღეს დავჯერდები და ყველაფერს გადავჭამ ეს პოზიციაც არასწორია რა და ყველა რელიგია არ აქვს მაგას მნიშვნელობა ქრისტიანული, მუსლიმური ყველა რელიგია გასწავლის რომ მოგრძალებული უნდა იყოს კვებაში, უნდა იყოს სელექტიური კვებაში რა არის ხო იგივე მარხვა ხო პირდაპირ გასწავლის ქრისტიანული რელიგია იმას რომ ბევრი ბოსტნეული უნდა მიიღო შენ რაციონში, თუმცა ცხოველური საკვები სრულიად და აბსოლუტურად გამორიცხვაც სწორი არ არის რა და რაღაცა რაოდენობით ჩვენ ეს ცხოველური ცილები პრინციპში გვჭირდება, როგორც არ უნდა ვატრიალოთ, ოღონ მათი რაოდენობა არ უნდა იყოს რაღაც ზღვარზე უფრო მეტი, ასე ვთქვათ. ბალანსირებული, ალბათ ბალანსი რაღაცა უნიკალური სიტყვა აღმოჩნდა, რაც საერთოდ ყველაფერში გვჭირდება და გონია რომ ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი გასაღები ბალანსი იქნება ჩემი ცხოვრების ამ ცნობიერების დონიდან, რომ აი ბალანსმა უშველა ყველაფერს. როგორც მე ვხვდი, ანუ კვება და რაციონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ტვინისთვის. და ბალანსი. ოღონდ ბალანსი აქ ერთი ძალიან საინტერესო კანონი რა. რაც უფრო სწრაფად მიდიხარ, უფრო ადვილი დასაცავია. ხო აი როგორც აი ველოსიპედზე, როცა ადგილზე დგახარ ამ წონასწორობის დაკავება უფრო ძნელია, მე ის მომყავს ხოლმე ეს სათამაშო იყო ჩვენ ბავშვობაში რა. ქართულად არის ვალჩოკერ ხვა რა რუსულად, რაც უფრო სწრაფად ტრიალებს, მით უფრო სტაბილურია. და ეს მომენტი თვითონ ამ ბალანსირებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო მიზანდასახული რაც უფრო მეტი გაქვს წინ სწრაფვა თუ გაგაჩნია ხა გარკვეული მიზანი რატო არ უნდა შეჭამო დღეს რაღაც junk foods რასაც ვეძახით ხო რატო არ უნდა შეჭამო ეს თუ გაქვს იდეა ჩადებული რატო აკეთებ ამას რა თქმა უნდა გაცილებით უფრო ადვილი დასაცავია ეს ბალანსი ვიდრე თუ არ გაგაჩნია შესაბამისად და ეს მომენტი რომ რაც უფრო სწრაფად მიდიხარ ბალანსი უფრო ადვილი დასაცავია ეგ მომენტიც პრინციპში არსებობს ბუნების კაი ინერცია ხო ეგ უნდა მეთქო ბუნების კანონი გინდა არ გინდა ეგრე არის გეკითხებოდი ამას და ისევ ჩაგეკითხები ჩვენი ნერვული სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის რომ აი ეს ინფორმაცია რაც მივიღე სენსორული შევადარო ჩემ ჩანაწერებს პირობითად მიდევს წყალი ვიცი რომ მიყვარს და სასარგებლოა ავიღე და მოტორული რეაქცია განახორციელე დავლიე ხო არის ესე ბავშვობიდან აი რომ სწავლობდი მოკლედ 6-7 წლამდე ტვინის ისეთი ტალღები გვაქვს ახლა რაღაც ტერმინებით რო ვისაუბრო სადაც ძალიან მოწყვლადია ეს ჩვენი ნერვული სისტემა და გაჩის და კრიტიკის გარეშე ვიღებთ ინფორმაციას. პირობითად დედამ რომ ითხრა ბავშვობაში რომ ცეცხლთან თამაში არ შეიძლება შეება ხელი დაგეწვას, ეს უკვე შეიქმნა როგორც შემირწმო იდენტობის ნაწილი და ვიცი რომ ცეცხლს არ უნდა ვეთამაშო, თორე ვერ გადავრჩები, მაინც გადარჩენის ინსტინქტზე მედივართ ყველანი. შესაბამისად, მე რაც უფრო მეტად ვეცნობოდი სხვადასხვა კვლევებს და ნაშრომებს, კითხულობდი ესეთ რაღაცას, რომ თუ თქვათ ბავშვი გაიზარდა ძალიან არაჯანსაღ გარემოში, სადაც იყო ყვირილი, ქაოსი და ჩხუბი,
აი ეს ინფორმაცია არის მასში ჩაწერილი. როგორც ცეცხლს არ უნდა ეთამაშოს, ანუ ეს ბუნებრივი მდგომარეობა მისი იდენტობის. გავიზარდე. გავაცნობიერე, რომ სიმშვიდე, სიყვარული, რაღაცა პარტნიორი, რომელიც ზრუნველია, ძალიან წმინდა და მომწონს ეს შორიდან რა კარგია. შემხვდა ესეთი პარტნიორი, პირობითად რო ვისაუბროთ. მაგრამ როგორც კი შემხვდა, დამეწყო შფოთვა. იმიტომ რომ თითქოს უცნობია ჩემთვის და სხეულმა აღიქვა როგორც საფრთხე. ქრონოლოგიურად ვცდილობ რომ სწორად გავყვე. აი ამ პროცესში ძალიან ბევრი გოგოსგან მომისმენია რომ აი ვაცნობდი ესეთ პიროვნებაზე შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ვერ მივიღე და გავრიყე. იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობდი, ძალიან შფოთავდი, არ მჯეროდა. მე მაინც ამჯერას პრინციპი ძალიან მიყვარს, აი ძალიან რის არ გჯერა, ვინც არ ანისლავსკის პრინციპია ეს და ეხა გენიოსებს ჩვენ ხო მჯერა არ მჯერა ეხა ისე კი, ანუ ვინც არ უნდა მითხრას თუ ეს ჩემ წუნებულებაში არ წერია, ნუ არ განმიცდია და არ მაინტერესებს ეს ჩემ პირობითად სახლს ვეძახი ხოლმე არ არის. აი აქ რა ფიზიოლოგიურ პროცესებთან შეიძლება გქონდეს საქმე ნერვულ სისტემაზე, როცა ვსაუბრობთ. ძალიან კომპლექსური და მრავალწასწნაგოვანი ამავდროულად საინტერესო კითხვა. ცეცხლზე არ იყო ეს მომენტი, მაგრამ ცხელ-ჩაისთან მიმართებაში მე ჩემი შვილი არ გავაჩერე. აჰა. რო დავინახე, რომ ხელის ჩაყოფა უნდა და უბრალოდ გავატარე, უბრალოდ რომ ხედავდი, რომ მეთქი ჩაყავი, ოღონ ოხოხოხოა და ჩაყოდა, რომ მიხვდა ოხოხოხო რას ნიშნავდა, იმის შემდეგ რაზეც ვეუბნებოდი, იქ აღარ მიდიოდა. ეს common sense, ხო, ის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ეს თავარის შეგრძნება იყოს. ამავდროულად მშობლებს აქვთ ერთი თავისებურება აქვთ მშობლებს, მათ უნდათ თავისი შეცდომებიდან შვილების პროტექცია და სინამდვილეში ეს დაცვა არ გამოდის. აი მე ეს შემეშალა და ეხა შენც არ შეგეშალოს, ესე არ მუშაობს. რა შენი იმას თავის შეეშალა, შენი უნდა შეგეშალოს, შენ შვილს თავისი უნდა შეეშალოს და მარტო ოპიცინაში ბაქტროდნი ხრა მარტო შეცდომებით არის შესაძლებელი რომ გამოცდილება ჩამოიყალიბო რა ადამიანმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია ცადო, თუ არ შეგეშალა და გამოგივა ხო ძალიან კაია, თუ შეგეშალა და არ გამოგივიდა ხო მაინც კაია გარკვეულ გამოცდილებას მიიღებ, მაგრამ ნუ არ ცადო, იმიტომ რომ შეგეშლება ეს უკვე ძალიან ჩიხია, იმიტომ რომ ვერც გამოგივა და ვერც ჭკუას ისწავლი, ანუ ორივე მომენტისგან იმასშვები. ამიტომ მე მაგ მომენტში რაღაცნაირად გადავწყვიტე, რომ ეს ცხელ-წყალთან ჩემი შვილი მიმეშვა. ნუ ეხა ფსიქოლოგიაში ეხა ვიცი როგორ არის, რომ ჩვენი არ ვიცი ეხა ეს ძნელია რა, იმიტომ რომ ჩვენი ფანტაზიები, მოლოდინები ამ ცხოვრებისგან ვინ გოგო როგორ პრინცზე ოცნებობდა და მე როგორც კი ეს დაინახა როგორ და მე მგონი ბიჭებშიც არსებობს ეს ყველაფერი რა, აი თავშე ჩოგბურჩიც არის რა ესეთი მომენტი, რომ აი ჩოგანი ძალით არ უნდა გეკაოს რა, უნდა გეკაოს თავისუფლად. და რაც უფრო თავისუფლად აკეთებ რაღაც ქმედებებს, მით უფრო ადვილად გამოგდის რა. და აუჩა იქ ერთი ნახატიც გაქვს რა, რეპროდუქცია რა თქმა უნდა, რომელიც პრინციპში გამოსახვის თავისუფლების ერთ-ერთი პიკი არის რა, რამდენად მარტივად შეძლო ადამიანმა შედევრის შექმნა და იმას ისწვალება და ის არ ჭირდებოდა. ეხლა ამას რომ რაღაცნაირად აი ძალიან ისეთი მომენტია რა ეგეც რა, რომ რაც უფრო ადვილად, მით უფრო ადვილად გამოგდის და რაც უფრო რთულად, მით უფრო რთულად გამოგივა. ეგ ოპერაციებშიც ზუსტად იგივეა, ანუ ქირურგიულ ინტერვენციებშიც, აი ქონდა რაღაცასაკი, როდესაც ის გართულებები და ის სირთულეები არ შემხვედრია და ძალიან მარტივად ვაკეთებდი. აი ისე მარტივად ვაკეთებდი იმდენად რთულ ოპერაციებს ისეთ ასაკში, რომ აი ზღვამუხლებამდე მქონდა ასე ვთქვათ. მე როცა დამეწია ის გართულებები, იმდენად შევიბოჭე,
ყველას ხო გვაქვს რაღაცა ჩვენი განვითარების სტადიები და ეს ოპერაციებსაც ისევე ეხება როგორც ხელოვნებას რა, იმიტომ რომ ჩემი პროფესია ჩემი არა, ბევრი პროფესია რა, იგივე მხატვრობა, მუსიკა, ბევრი პროფესია არის მეცნიერების და ხელოვნების სინთეზი რა, აბსოლუტური სინთეზი არის რა და ჩემი პროფესია ზუსტად ეგრე არის. ერთის მხრივ არტი გაქვს შესაქმნელი და მეორეს მხრივ ეს ყველაფერი უნდა იყოს რაღაც ძალიან ღრმა სამეცნიერო საფუძველზე დაფუძნებული, იმიტომ რომ ამის გარეშე არ გამოდის და მეორეს მხრივ აი ძალიან ის არის რა, სალვადორ დალის აქვს თავის სახლ-მუზეუმში, მან ხვდები ხოლმე აღარ მახსოვს თანმიმდევრობა როგორ არის, მაგრამ აქ დიდი ნახატი, რომელსაც როდესაც შიშველი თვალით უყურებ, ხედავ აბრაამ ლინკოლნის პორტრეტს და როდესაც გამადიდებელი შუშით უყურებ, ტელესკოპები აყენია იქვე, ხედავ მისი ცოლის პორტრეტს. ერთი და იგივე ნახატია. ეხა ერთის მხრივ დალი, რომელიც გგონია რომ აბსოლუტურ რაღაცნაირ თავის შინაგან შიზოფრენიას ხატავდა, ხვდები რომ მთელი მისი ქმნილებები დაფუძნებული არის ძალიან მაღალ მეცნიერულ კვლევებზე და გიყვებიან რომ აი დალი მათემატიკოსებთან ოპტიკის რაღაც მეცნიერებთან ერთად იჯდა და აი ამას ყველაფერს განსაზღვრავდა და ეს ყველაფერი აი ამ მუშაობაში მოდიოდა. ეს მომენტი ძალიან ცნობილი ნახატი არის და ეს ძალიან ისეთი არის, რომ ყველაფერი პრინციპში ამ ორი რაღაცის, იმიტომ რომ ერთის მხრივ არსებობს 2x2 და მორჩა, 2x2, მაგრამ მანდაც აუცილებელია, რომ აი ამ მარტივ განტოლებაზე თუ გინდა რაღაცის დაშენება, აუცილებელი არის გამოიყენო შენი ფანტაზია, imagination რა. სწოიძახთა რომ ფანტაზია ბევრად უფრო წარმოსახვითი უნარი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი ცოდნა რა, ეინშტეინის ნათქვამი არის საერთოდ, რომელიც ახლა როგორ შეიძლება ისაუბრო ეინშტეინზე, როგორც და მთელ მის თეორიებზე, როგორც მის ფანტაზიის ნაყოფზე, იმას ხო ძალიან მყარი მეცნიერული საფუძველი ედო, რომელზეც მან შეძლო და დააშენა ზევიდან თავის კრეატიულობა, ის თავის გამოყოფილი ენა ხო ცნობილი რა, ეს რა არის, ხო ყველას რაღაც წარმოუდგენია, რომ ფიზიკოს მეცნიერს გამოყოფილი ენის უფლება არ უნდა მისცეს თავის თავს და ბევრი ძალიან სხვანაირადაც გიყურებს რა, როგორც კი ხედავენ, რომ რაღაც აი შეიძლება რაღაც არ ვიცი რა რატო უნდა იცეკვოს ნეიროქირურგმა, ხო? როგორ მაინტერესებს ხოლმე ეს ჩარჩოები როდის შეიქმნა და აი რატო უნდა ჯერ კიდე მაინც ადამიანი თითქოს მოთხოვნილება აქვს, რომ ეს ჩარჩოები კონდეთ, აი შეზღუდვის რა. ეინშტეინის ამბავი იყო, რომელსაც ყურადღებას არ აქცევდნენ, წეღანაც ვამბობდი, რომ ნუ ჩადიხარ სუბატომურ ნაწილაკებამდე, რომელიც ნუ თავისებური ტალღაა, ხო და ეს ტალღა მხოლოდ მაშინ ფორმირდება, როცა დამკვირვებელი ჩნდება. ანუ როგორც ყველაფერი შეიძლება იყოს, ასევე არაფერი შეიძლება იყოს და ეს გაძლევს თავისუფლებას და მე თუ ჩარჩოში ჩამსვი და მეუნები რომ შენ ნეიროქირურგი ხარ და არ უნდა ცეკვავდე, შეიძლება იმ ცეკვის დროს ისეთი გაცნობიერება ან აღმოჩენა მოვიდეს, რომ რაღაცა სოფლიო დონის გადავარჩინო 100,000 ადამიანი, არ ვიცი, მილიონობით ადამიანი. და ისევ მივდივართ ბალანსამდე, რომელიც უნდა დაიცვა ერთს და მეორეს შორის, რა უნდა იცეკვო, მაგრამ ის რაღაც საოპერაციოში ოპერაციის დროს არ უნდა აკეთო რა. ყველაფერს რაღაც თავის ადგილი აქვს, თავის ფორმა აქვს. ხო და აი ძალიან ისეთი კარგი რაღაცა აღნიშნე პრინციპში, რომ ხო დამკვირვებელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ არ არსებობს ის მთელი თეორია არ არსებობს, ეს ხო ბევრი რაღაცა ისეთი მომენტი არის, რომ მეორეს მხრივ ხა ბევრი მისი თეორია რაღაც 30-40 წლის წინ ჩამოყალიბებული, მარტო რაღაც დიდი ანდრონის კოლაიდერის აშენება მოუწია კაცობრიობას იმისთვის, რომ ექსპერიმენტით დადასტურებულიყო ის მისი რაღაც ნააზრევი, რომელიც ყველას ჭარბი ნააზრევი ეგონა და რაღაც ფანტაზიის ნაყოფად იმუშავებოდნენ.
ასევე აი ეს მომენტი რა, რომ რამოდენიმე ათეული წელი, რამოდენიმე მილიარდი დოლარი, რამოდენიმე ასეული მეცნიერების წყლობით მუშაობა დასჭირდა იმას, რომ ჩვენ დაგვემტკიცებია, რომ დედის რძე უფრო სასარგებლოა ვიდრე ფორმულა, ხო, ბავშვისთვის სინამდვილეში, ხო, მაგრამ აი ძალიან ბევრი ესეთი ეტაპი გაიარა პრინციპში კაცობრიობამ, როდესაც აი იგივე ხელოვნური ბოჭკო მოვიგონეთ, რომელიც გვეგონა რომ ბუნებრივზე უკეთესი იყო, მაგრამ ბოლო-ბოლო მაინც იქამდე დავდივართ, რომ ბუნებას ბევრად უფრო დიდი ფანტაზია გააჩნია, ბევრად უფრო დიდი ცოდნა გააჩნია ჩვენზე და მისი კანონების დარღვევა, მისი კანონების დარღვევა ჩემი ერთ-ერთი პროფესიის ნაწილი არის და აი ეგ მომენტი ჩემ პროფესიაში სინამდვილეში ხო ძალიან საინტერესოა ეგ, აი ხა რასაც ამბობ და მინდოდა მეკითხა, რომ შეგრძნებით ხო აი მაინც თითქოს რაღაცა მიდის ბუნების კანონების მიხედვით ესე უნდა იყოს და შენ აკეთებ რაღაცა ჩარევას და იდეაში სიცოცხლის ინარჩუნება ევოლუცია და ბუნებრივი გადარჩევა ანუ ფუნდამენტური ევოლუცია არის ერთადერთი პროცესი სამყაროში, რომელიც მუდმივია. ყველაფერი დანარჩენი დროებითია. და ეს მუდმივად მიმდინარეობს, ხო, ეხლა იმას თუ რაღაცა მიდის ეს პროცესი. ალბათ ისიც დროებითია რაღაც უბრალოდ ჩვენი დროის წარმოსახვა მაგას ვერანაირად ვერ აღიქვავს, მაგრამ აი ეს მომენტი ჩემი პროფესია არის ბუნების საწინააღმდეგო მომენტი. იმიტომ რომ ევოლუციის პროცესში მუდმივად მიდის უკეთესი გენების გადარჩევა და უარესი გენების გაცხრილვა, ასე ვთქვათ, ეს არის ის, რამაც უნდა შექმნას უკეთესი კაცობრიობა, ასე ვთქვათ, და ამ დროს მეცნიერება, მთლიანად მედიცინა არის ის, რომ ის რაც ბუნებას უნდა, ეს ძალიან ძნელი კომპონენტია რა სინამდვილეში. ჩემ პროცესში, იმიტომ რომ ამის რეალურად წნეხს ხშირად ხედავ ექიმი, განსაკუთრებით ქირურგი, განსაკუთრებით ჩემნაირი მაღალი რისკის პროფესიაში, როდესაც იცი, რომ იდეალური არ ვიცი манипуляция, ოპერაცია შენი წარმოსახვით, რომ ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, გააკეთე და ამავდროულად შენგან დამოუკიდებელი მიზეზმა ეს ყველაფერი შენი მრავალსაათიანი თუ მრავალდღიანი თუ მრავალწლიანი ნაშრომი რაღაც თვალის დახამხამებაში წყალში ჩაგიყარა, იმიტომ რომ იქ თვითონ მედიცინაში ერთის მხრივ კი არა არის ხო ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ფასეული, ასე ვთქვათ და ეს ყველაფერი, მაგრამ ბუნება ამას ცოტა სხვანაირად უყურებს რა და ბუნებამ ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად შექმნა და რეალურად აი ამ გადმოსახედიდან თვითონ მედიცინა ერთის მხრივ საბუნების მეტყველო საგანია და აბსოლუტურად დაფუძნებულია ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, ან მთელი საფუძველი მედიცინის და არის საბუნების მეტყველო მეცნიერებები, ოღონდ მთელი ეს ცოდნა, რომელიც საბუნების მეტყველო მეცნიერებებს შეგროვებული აქვს თაობების და საუკუნეების განმავლობაში მიმართულია იმისკენ, რომ დაარღვიო კანონი და პრინციპში ეგეც არის რა, დაუშვათ აი იგივე კარგი იურისტთან რომ მიხვიდე, რომ ხო კანონები ისე კარგად აქვს შესწავლილი, რომ გასწავლოს როგორ შეიძლება იპოვო რაღაც გასაძრომი და რაღაც აი ამ კანონის ასე ვთქვათ, ხო, აი ეს ხო, ეს მომენტი მუდმივად დამყვება. ეს მომენტი იცი როგორ დამყვება, რომ აი რას საჭიროა ხვდები, აი რისთვის და ამავდროულად პარადოქსალურია, მაგრამ აი თბილისში ვარ 3 თუ 4 დღეა ჩამოსული და 4 დღის განმავლობაში ალბათ მანქანიდან თუ პირადად 5 თუ 6 ჩემი დამკურნალები პაციენტი დავინახე, შემხვდა, ხედავ, აი უბრალოდ მანქანით რო ჩაველი და შენ წინ რო ქუჩას გადადის და ხო ესე კი, მაგრამ ეს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია, ანუ როცა
ძალიან ეხა თავს არ ვადარებ არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ესე შეგრძნება ყველას მოწონს, სანამ იმის უკან არ დგას 16 საათი ერთ წერტილში მიკროსკოპის ქვეშ ულტრამაღალი გადიდებით რაღაც მილიმეტრ ნახევრიანი ქსოვილის და მით უმეტეს თუ იქ რაღაც ან მაგისტრალური სიზარღვი არის ჩართული ან ნეიროვასკულურ სტრუქტურებს ვეძახით ნერვები თავის ტვინის ისეთი სეგმენტები რომლებმაც შეიძლება ღრმა ინვალიდიზაცია საერთოდ ცუდი გამოსავალი მოიტანოს ადამიანთან ეს ხო კიდე რაღაც კონცენტრაციის ამპლიფაინგ ბევრად უფრო მაღალ კონცენტრირებული ხდები მაგრამ მეორე მხრივ როცა მითხრა რომ მე მგონიო ექიმებსო რაღაც ბუნება კარგად იცავსო და მე ხვდები რომ ეს არის აი ეს მოკლევადიანი სტრესი რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ყველა ოპერაციაზე გავდივართ ასე ვთქვათ რა. იცი რა მინდა გკითხო თუ ყოფილა თუნდაც ნასწავლი კანონებისთვის რომ გადაგეხვია და ინტუიციურად მომხდარიყავი ოპერაციის დროს რომ ეს კი ვისწავლე რომ ესე და ესე უნდა იყოს მაგრამ ინტუიცია მეუნება რომ მოდი ოდნავ სხვა გზით წადი და გავმართლები. ბევრჯერ. კი ხო? აი პატარა მაგალითი რომ მოიყოლო, იმიტომ რომ ჩვენთვის ინტუიცია არის არც ყველაზე ძლიერი რამ არის. ხო, მაგრამ იცი რა არის, რომ ინტუიცია ხო რაღაც ვაკუუმში არ არსებობს. ეს ინტუიცია დაფუძნებულია შენ ცოდნაზე, შენ განათლებაზე, შენ წარსულ გამოცდილებაზე და ეს მომენტი ანუ ეს ინტუიცია არ არის. ეს არის შენი ჯამური ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელსაც იმ მომენტში იმაში ეს ჩვენთან პირდაპირ ამაზე ვსაუბრობდით ზუსტად, რომ ერთის მხრივ არის სამეცნიერო დასაბუთება, რომელიც გეუბნება, რომ აი აქ მარჯვნივ, აქ მარცხნივ, აი გზევით არ შეიძლება, აქ ქვევით არ შეიძლება და მეორეს მხრივ არტი, ხო, აი ზუსტად რა არის, რომ შენ თვითონ ამ შენ გამოცდილებაზე, ამ შენ ცოდნაზე, ამ შენ მყარ სამეცნიერო საფუძველზე დაფუძნებულმა უნდა დააშენო შენი რაღაცნაირი შემოქმედება. მაგრამ ბევრად უფრო უკეთესია, როცა ამ ინტუიციას არა საოპერაციო მაგიდაზე და საოპერატო პაციენტთან განიცდი, არამედ მის მოდელირებას აკეთებ გვამებზე. სამწუხაროდ ეს არ არის ამ დონეზე დანერგილი საქართველოში. თუმცა მე რამოდენიმე წელი არის ისეთ რაღაც ძალიან გამიმართლა რა ერთი ნეირომეცნიერი არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იტალიელი სპეციალისტი რომელიც იმ დროს აღმოვაჩინე რომ უკვე 2011 წლიდან ხო 15 წელია მეგობრები ვართ და რაღაც მოიგონა რაღაც ოპერაცია, ეს ოპერაცია მოიგონა ანატომიურად დაასაბუთა, ფიზიოლოგიურად დაასაბუთა, გვამზე გააკეთა და გამოიტანა ფართო აუდიტორიაში და თქვა რომ აი ესეთი თეორია აქვს, რომლის დანერგვაც უნდა და როგორც ყოველთვის რომ აღმოაჩენ რაღაც გენიალური მოიგონე, აღმოჩნდება რომ შენამდე უკვე ვიღაცას მოგონილი აქვს, ზუსტად ეგრევე აღმოჩნდა რომ მაგ ისტორიამდე 10 წლით ადრე ვიღაცას უკვე მოგონილი ქონდა ეს, რაღაც 8 წლით ადრე უკვე გაკეთებული მაგრამ ჩემო მეგობარმა მოახერხა რომ გაერთიანებია ეს ძალები, ეს ადამიანები და დავიწყეთ რაღაც დანერგვა, სრულიად ახალი კონცეფციის, სრულიად ახალი ოპერაციის, სრულიად ახალი მიდგომით, ამას ქვია ტრანსორბიტალური ნეიროენდოსკოპია, რომელიც შევისწავლე ძალიან ადრეულ სტადიაზე რა, შეიძლება მსოფლიოში 5-10 კაცმა იცოდა მაშინ რა და აი დღესაც რო ავიღოთ მსოფლიოში ალბათ მაქსიმუმ 500 ოპერაცია იყოს გაკეთებული ამ ტექნიკით და ამ ტექნოლოგიით და აქედან რაღაც 10 წელი ჩვენი გაკეთებულია, ჩვენი გუნდის გაკეთებულია, უბრალოდ რაღაცა ტალღაზე რომ ხوارი რომ რაღაც სწორ დროს სწორ ადგილას უნდა მოხვდე და აი რაღაც მაგ ვიწრო სფეროში რაღაც ეს მომენტუმი დაჭერილი მქონდა და ამაზე როცა რაღაცნაირად საუბრობდით, ეხლა ცოტა ხნის წინ ვიყავით ეს ჩვენი შეკრება არის, ვართ რაღაც ნეირომეცნიერთა ჯგუფი, რომელსაც
ასე ვთქვათ, გვაქვს ანატომიური, ფიზიოლოგიური დასაბუთება გარკვეული ოპერაციის და მთელი მსოფლიოს ნეიროქირურგები გვინდა რომ გადავამზადოთ რა. და უკვე ძალიან დიდი აჟიოტაჟი აქვს ამას მოყოლია. ჩვენ ხო ბოლო ჰონკონგის ნეიროქირურგთა საზოგადოებასთან ერთად გქონდა გაერთიანო joint meeting-ი, ასე ვთქვათ, ჩინეთის ჰონკონგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე და რაღაცაზე უცებ აი ამ რაღაც სურათს ვაჩვენებდი რა, რომ მეთქი აი აქ მეთქი შეიძლება ეს პაციენტი შეესაბამება ამ მიდგომას, ასე ვთქვათ, ამ კონცეფციას და რაღაც ერთი ამერიკელი ნეიროქირურგია ძალიან დიდი პროფესორია ჩვენ მეგობარი რომ მითხრა რომ მოდელირება გააკეთე და მოდელირება როგორ გავაკეთო და წინა დღეს ოპერაციამდე ან ერთი კვირით ადრე გვამზე გააკეთე ზუსტად იგივე ოპერაცია იმისთვის რომ დაინახო სად არის შენი ასე ვთქვათ მწვანე ზონა და სად არის შენი წითელი ხაზები რომლის გადაკვეთაც არ შეგიძლია თუმცა ესეც ძალიან ძნელია იმიტომ რომ ანატომიური ვარიაბელობა არსებობს რა ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და იქ და მაშინ და იმ შემთხვევაში გაკეთებულმა კონცეფციამ აქ ამ კონკრეტულ ადამიანში შეიძლება არ იმუშაოს მეორე მხრივ ჩვენ საქართველოში ამის საშუალება საერთოდ არ გვაქვს და ეს არის კულტურული ეთიკური რელიგიური რაღაც ბერკეტები ბარიერები უბრალოდ რომლებიც აუცილებლად გადასალახია მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში რა მაგრამ აი ეს მომენტი არსებობს რომ შეიძლება გქონდეს რაღაც ახალი მიდგომა რაღაც ახალი კონცეფცია მაგრამ იქვე საოპერაციო მაგიდასთან ცოცხალ ადამიანზე შენი ფანტაზიის გამო ამის აპრობირება არც ეთიკური არის, არც მორალური არის და არც შეიძლება პრინციპში, მაგრამ თუ აი პრეოპერაციულ სტადიაზე, ასე ვთქვათ, ამის მოდელირება გააკეთე, ამაში არის აი კონტრავერსების და უნდა არსებობდეს რა რაღაც ეს კონტრავერსების სისტემა. ჩვენთან მაგალითად აი ჩვენ გუნდში არსებობს ეს მომენტი, რომ იმიტომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველა პათოლოგია ინდივიდუალურია, შესაბამისად პაციენტები განსხვავდებიან როგორც მინიმუმ კვადრატში, სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა პათოლოგია ის მრავლდება ერთმანეთზე, ამიტომ ყველა ოპერაცია სხვადასხვა არის. პაციენტებს გონიათ, რომ ჩვენ ყოველთვის შევდივართ ერთი და იგივე ტიპიურ ქირურგიულ ოპერაციაზე, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ხვდებით, რომ ეს აბსოლუტურად განსხვავებული ქირურგიული ოპერაცია ყველა ჯერზე და მაგიტოა სწორედ, რომ ვარიაციული რიგი არსებობს. არ ვიცი, იცი თუ არა ესეთი არის. ანუ მედიცინა არ მკურნალობს ადამიანს. მედიცინა მკურნალობს პოპულაციას. და ამ პოპულაციაში ზოგი უფრო მაღალია, ზოგი უფრო დაბალია, ზოგს უფრო დიდი ტვინი აქვს, ზოგს უფრო პატარა ტვინი აქვს, ხო, არ შეიძლება ზოგი ყველა ძალიან ინდივიდუალურია, ყველა პათოლოგია ინდივიდუალურია, ყველა სიმსივნეს თავის საკუთარი ფორმა აქვს, ყველა სიმსივნეს თავის საკუთარი ზომა აქვს და რეალურად აი ეს ფანტაზიის თუ რაღაცის აი მომენტი, კრეატიულობის მომენტი, ასე ვთქვათ, ყველა ქირურგიულ ოპერაციაში არსებობს. ზოგან შეიძლება რაღაც კანის განაკვეთი უფრო დიდი გააკეთო, ზოგან უფრო პატარა, იმიტომ რომ სხვა სიტუაცია და ის რასაც ჩვენ გვასწავლის წიგნი, ეს პირდაპირ გვიწერია ჩვენ ექიმებს, რომ ეს არ არის ხისტი ერთადერთი რეკომენდაცია. ეს არის უბრალოდ ბაზისი იმისთვის, რომ მისცე ადამიანს საშუალება თვითონ იფიქროს და თვითონ გამოიტანოს დასკვნა. და სწორედ მაგიტო არის, რომ ის უკითხულობენ, რომ ეს ექიმები რატო სწავლობთ ამდენი ხანი. ის საბაზისო პრინციპები, რომლებსაც ჩვენ გვასწავლიან სამედიცინო ინსტიტუტში თუ რეზიდენტურაში, იმის სწავლა 3 წელი იქ, 3 წელი აქ და მაგრამ აი ეს დივერსიფიკაცია კაცობრიობის, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მრავალი სხვადასხვა გართულება არსებობს, მრავალი სხვადასხვა მიდგომა არსებობს და არაფერია ბოლო-ბოლო ესეთი ერთმნიშვნელოვანი რა. და სწორედ ამიტომ გჭირდება ამდენი წელი წვრთნა, რომ ყველა შესაძლო გართულებას და ყველა შესაძლო იმას
ვერასდროს ვერ გაიგებ. ვერასდროს ვერ გაიგებ, მაგრამ რაღაცა ვარიაციული რიგი რო ჩამოგაყალიბდეს, რომ რა არის რაღაც მეინსტრიმი და რა არის რაღაცა ის ძირითადი პრობლემები, რომლებსაც შეიძლება შეეჯახო ქირურგიული ოპერაციის დროს, აი ეს ისეთი ძალიან ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირდაპირ წერთ ხოლმე რა, ანატომიური ვარიაცია, იმიტომ რომ ამავდროულად ჩვენ 99% ერთნაირი ვართ. ამავდროულად ჩვენ 99% ერთნაირი ვართ. სულ გვაქვს რაღაც 20 ამინომჟავა, რომლისგანაც ყველა ცილა კეთდება ჩვენ ორგანიზმში. იმ დღესაც ვიძახდი რაღაც ჩვენ ერთ-ერთ ექიმთან, რომ გაიდლაინების ესე წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამ გაიდლაინების ყოველდღიურ ცხოვრებაში 2x2-4 იმპლემენტაცია არასწორია. იმიტომ რომ მაინც ყველას თავისებური მიდგომა ჭირდება და ზუსტად რაღაცა მქონდა ერთი მომენტი, რომ ერთი პაციენტი იყო, რაღაც სიმსივნე იყო, რომელსაც როგორც ხიური თერაპიით შეეძლო ემკურნალა, ისე ქირურგიული ოპერაციით შეეძლო ემკურნალა და რაღაც ოჯახ მოთხოვა, რომ ერთ-ერთი კონკრეტული პროფესორის კონსულტაცია გამეარა ამ საკითხთან მიმართებაში და ამ კაცთან რომ დავჯექი და რომ ვკითხე, მეთქი სხიური ჩვენება მაქვს, მოდი დავასხივოთო და მეთქი აი ოპერაციას არის ჩვენება თუ უნდათ გააკეთო და მეთქი აი შენ როგორ გაიკეთებდი და ამ კითხვას ხშირად მისმევენ რა პაციენტები, შენ შვილს რო ჭირდეს, შენ დედას, აი შენი და რო იყო გააკეთებდი თუ არა და ჯერ ერთი ძალიან ძნელი გადასაწყვეტია, იმიტომ რომ როცა ჩემ დაზე იქნება სიტყვაზე საუბარი, იქ მე ჩვენ ხო არ ვართ, ჩვენ არ ვართ ობიექტურები. და ეს მოცემულობა ჩვენ უნდა გქონდეს აპრიორი მიღებული. და ჩვენი სუბიექტურობის ფარგლებში, საზღვრებში უნდა შეგვეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. და ერთი ძირითადად აი პოსტსაბჭოთა სივრცეში მეცნიერები, რომლებიც რაღაცა ექიმები, რომლებიც რაღაცას მასწავლენ, ძირითადად მასწავლიან, რომ აი ეს ესეა რა, ეს ესეა. და ერთი ძალიან ისეთი ძლიერი პროფესორი არის რა, ძალიან განათლებული, ნიუ-იორკში მუშაობს, ძალიან ისეთი და რაღაც საკითხებზე ეს დავისვი და ველაპარაკები, რომ აი შენ ამას როგორ აკეთებ, აი აქ ხელს როგორ ატრიალებ, იმიტომ რომ იქ ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. და შევხედა და მეო აი ესე ვაკეთებო. ოღონ არ მინდაო შენ ეს გაიგო, როგორც გაკეთების ერთადერთი საშუალებაო. უბრალოდ მე შენ გეუბნები რომ მე ამას ესე ვაკეთებ, მაგრამ შენი ოფცია უნდა გააკეთო. ზუსტად იგივე მქონდა აი რაღაც ქირურგიულ დეტალთან დაკავშირებით, ეხლა ვესაუბრე 4 სხვადასხვა ინსტიტუციის, 4 სხვადასხვა პროფესორს და 4-ვე ერთი პრობლემის სხვადასხვა გადაწყვეტა მაჩვენა. და 4-ვე მიმტკიცებდა, რომ ეს არის ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი და უალტერნატივო გზა. და მხოლოდ აი ამ ადამიანმა, რომელიც რაღაც ჰარვარდი აქვს დამთავრებული, ნიუ-იორკში მუშაობს და რაღაც აი თან ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ პროფესორის განათლებას, ცოდნას, ყველაფერს და ერთადერთი ამან მითხრა, რომ შენი რეცეპტი უნდა იპოვო ამაჯაბსანდალის გაკეთების, იმიტომ რომ რეალურად ყველა დიასახლის რაღაც თავისი რაღაცა აქვს და სწორედ ეს არის ამ ყველაფრის ამ ცხოვრების სილამაზეც ეს არის, ამ სამყაროს სილამაზეც ეს არის, თორე წარმოიდგინე, რომ აი ყველაფერი ერთნაირი იყოს და მე რობოტივით ერთი და იგივე ოპერაციას რო ვაკეთებდე იმას, მაგიტომაც გვაქვს რაღაც რეკომენდაციები, გვაქვს რაღაც ფრეიმვორკები, მაგრამ აი გაიდლაინების აბსოლუტური ერთმნიშვნელოვანი ცალსახა იმპლემენტაცია მეორეს მხრივ ხო, აი მე მგონია, რომ რაღაც სიტუაციებთან მიმართებაში ინსტიტუციის შიგნით ერთი აზრი უნდა იყოს რა, ანუ ჩვენ თუ ვართ რაღაც ერთი კომპანია, რომელიც ვაკეთებთ ერთ საქმეს, ჩვენი ხედვა და ჩვენი მიდგომა ერთნაირი უნდა იყოს და შენ თუ რაღაც განსხვავებული ხედვა და მიდგომა გაქვს, შენ შეგიძლია, ასე ვთქვათ, შენი თუმცა შესაძლებელია ალბათ ერთი იმის შიგნითაც იყოს რა, ეს შემოჯელობა როგორც მინიმუმ.
მსჯელობა როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ აი იმ დღეს იყო ჩემთან სახლში რაღაცა ჩემ მეუღლის მეგობარი მოსული, რომლის რაღაც უახლოეს მეგობარს კონსულტაცია გაუწია და აღმოვაჩინე, რომ ორი ადამიანი ჩემი საკონსულტაციო სივრციდან გავიდა და ერთს ჰქონდა შთაბეჭდილება, რომ უთხარი, რომ აქ ოპერაცია გასაკეთებელია და მეორეს ჰქონდა შთაბეჭდილება, რომ აქ ოპერაცია გასაკეთებელი არ არის. ამ დროს ერთდროულად ისხდნენ და იმ სიტუაციაში ორივე არჩევანი სწორია და სწორედ მაგ ადამიანის გადასაწყვეტი არის, მას ეს არჩევანს გააკეთებს თუ ამ არჩევანს გააკეთებს და ეს მომენტი ჩემ პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა ადამიანებს ვთავაზობთ მკურნალობას და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ ოპერაციის და ურჩევნიათ რაღაც ტკივილს შეეგუონ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ტკივილს შეეგუონ და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ შვება იგრძნონ და ყველა სხვადასხვანაირია და ძალიან ღრმად უნდა იყოს. მთელი მედიცინა მაკეთკენ მიდის, ანუ თავიდან იყო ეხლა ძალიან შეიცვალა მედიცინა თავის შინაარსით. იმიტომ რომ ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა მაი წარმოიდგინე რა, ანუ რაღაცა არ ვიცი, ეხლა წერილის დაწერა რო გდომოდა თბილისიდან ტოკიოში, პასუხი მოგივიდოდა საუკეთესო შემთხვევაში რაღაც 2 საუკუნის წინ პასუხი მოგივიდოდა რაღაც 3 წელიწადში და შეიძლება საერთოდაც არ მოსულიყო ის პასუხი რა, იმიტომ რომ გზაში რაღაც ისეთ თავგადასავალში მოხვედრილიყო ეს შენი წერილი და ეხლა ყისიერ პასუხს იღებ. წარმოიდგინე რომ აი რაც სამყაროს და კაცობრიობის შექმნიდან დღემდე დაწერილა მედიცინაზე, დღემდე არა 2020 წლამდე. ერთი იმდენი არის დაწერილი 2020-დან 2025-მდე. ანუ გაორმაგდა ინფორმაცია მრავალი 10 წლეულების განმავლობაში. ტემპი რამდენად გაიზარდა, წარმოიდგინე, ანუ ეხლა 5 წელიწადში იმდენი ვეღარ წასაკით ეს პარადოქსალური მომენტია, ამას ვერანაირად ვერც იაზრებ, ვერც ფიქრობ. ამიტომ არის რომ ეს კონფერენციები რატო დავდივართ მუდმივად, იმიტომ რომ არ არსებობს, აი მე ესეთი შეხვედრა, მე ესეთი შემთხვევა მქონია. შემთხვევები ძალიან ბევრია და ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ დაინახავს, ყველაფერს ვერ შეიგრძნობს, ყველაფერს ვერ აწონდაწონის და დივერსიფიცირებული უნდა იყოს ეს ყველაფერი რა. ამ საუბრის დროს გამახსენდა თუ არ ვცდები, მე მგონი ჩემი ოპერაციაც რაღაცა ისეთი მეთოდით გავაკეთეთ, რაც აქამდე არ გაკეთებულა, ხო? სწორედ მახსოვს? კი, საქართველოში კი. ხო. თუმცა აი მაგას აი ძალიან ბევრი ის არის რა, ანუ მანდ არსებობს ეგრეთ წოდებული რეტროსიგმოიდური მიდგომა და რეტროლაბირინთული მიდგომა, ანუ ორი მიდგომა არის რა, და უშუალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ ეს ერთი ჯობია, არსებობენ ადამიანები, რომ მეორე ჯობია, ნუ დღეს მაინც დასულია ყველაფერი იქამდე, რომ აი ეს კოლატერალური ზიანი, რაც არის ამ რეტროლაბირინთული მიდგომით, ნუ ძალიან დიდია და აღდგენითი პერიოდი ძალიან ძნელია და უფრო მეტად კომპრომისული ოპერაცია კეთდება. მეორეს მხრივ შენ შემთხვევაში ახლა ახალგაზრდა ასაკიდან გამომდინარე თვითონ პრობლემის კომპლექსურობიდან, იგივე იმ კვანძის მოცულობიდან და მასიდან გამომდინარე რაღაც თავიდანვე კომპრომისულ ვერსიაზე წასვლა ჩემთვის ფსიქოემოციურად ძალიან ძნელი იყო. ამიტომ აი მას შემდეგაც მგონია, რომ რამოდენიმეა რა, მე სულ აი ამ რეტროლაბირინთული მიდგომით მე სულ ჩემ ცხოვრებაში შეიძლება 6-7 ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მაგრამ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი, ძალიან იხვეწება ქირურგიული ინსტრუმენტარი. და რაც უფრო შორს მიდის ამ ქირურგიული ინსტრუმენტარის დახვეწა, მით უფრო მეტად
მეტი ჩვენება ჩნდება, ნაკლები გართულებები აქვს, უფრო მაღალ ხარისხში სრულდება ის ოპერაცია, რომელიც შენ შემოგთავაზე და იმისთვის რომ ესე გაგვიკეთებია, სწორედ მაგისთვის, რა ვიცი, უცხოეთიდან ჩამოფრინდა ადამიანი და რამოდენიმეჯერ მაქვს იქ სხვათა შორის ჩემ ცხოვრებაში გაკეთებული, როდესაც აი სპეციალურად, აი ზუსტად ეგ არის, რომ აი ყველა ადამიანი, რომ როდესაც რაღაც ერთი ოპერაციის გულისთვის, ერთი პროცედურის გულისთვის, აი იგივე იყო იქ რაღაც ცნობიერი კრანიოტომია გავაკეთეთ იქ ერთი პაციენტი იყო ნინო, რომელსაც აი აქ ძალიან კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნი რა რომელიც პრინციპში მას ყოველდღიურობაში ასე ვთქვათ ხელს არ უშლიდა უბრალოდ ერთ-ერთ თვალზე მხედველობა იყო შემცირებული 5%-მდე და გვინდოდა რომ აი 300 მხედველობის ნერვზე იყო ზეწოლა და გვინდოდა რომ 360 გრადუსიანი მხედველობის ნერვის დეკომპრესია გაუკეთებია როგორც ტრანსორბიტალური ასევე ტრანსნაზალური რა ანუ უხეშად ვთქვათ სკვირიდან და ორბიტიდან ამ მხედველობის ნერვის დეკომპრესია და იმ შემთხვევაში სპეციალურად ერთი ოპერაციისთვის ჩამოფრინდა ქირურგი, რომელთან ერთადაც სურვილიც მქონდა, შესაძლებლობაც იყო, მე საერთოდ კოლაბორაციის უფრო მეტად მწამს და მჯერა, ვიდრე სეპარაციის და ბევრად უფრო მჯერა ადამიანების, რომლებსაც ერთად მუშაობის სურვილი აქვთ, ვიდრე ადამიანების, რომლებსაც მარტო. ნონო დასასრულისკენ წავიდეთ და ერთი ისეთი კითხვა უნდა დაგისვრო, რომელიც, ანუ როგორც გაგიხარდება, იყოს პასუხგაცემული ან გაუცემელი, ჩვენ გადაცემას ქვია ნიღაბს მიღმა. და თუ შეგიძლია ერთი-ორი სიტყვით გითხრა, როგორი არის ედიშერი ნეიროქირურგიის მიღმა, ნიღაბს მიღმა. ნეიროქირურგიის ნიღაბს მიღმა. ძნელი სათქმელია, იცი. უკვე მე მგონია, რომ უკვე აღარ ვარსებობ. არსებობს პროფესიული დეფორმაცია. ხშირად ვფიქრობ იმას, რომ ბევრად უფრო კარგი ლაღი მხიარული ადამიანი ვიქნებოდი, ნეიროქირურგი რო არ ყოფილიყავი. მაგრამ grass is greener on the other side. ვიცი ყოველთვის ბალახი მეზობელთან უფრო მწვანეა. უბრალოდ ერთი მომენტი არის, რომ აი თავს არ ვადარებ, მაგრამ იყო არის რაფაელ ნადალი, რომელიც აი ყველა ბოთლს ასწორებდა და ყველა თმას ივარცხნიდა, ცხვირს იწმინდავდა და რაღაც პერფექციონიზმით შეპყრობა. არა, შედიოდა უბრალოდ პროცესში. რა შედიოდა უბრალოდ პროცესში, რომ ის თავის მოწოდება მოეწოდებია და ის თავის ბურთი გაეთამაშებია. ანუ დღემდე რატომღაც მგონია და მჯერა, რომ ის მომენტი, როცა ხელს ვიბან ქირურგიული ოპერაციის წინ, იმიტომ რომ იქ რაღაც ექსპოზიცია მაქვს, რაზე ნაკლები ხანიც არ შემიძლია ხელის დაბანა და იმ ხელის დაბანის მომენტიდან იმ საოპერაციოში შესვლამდე ალბათ რაღაცნაირი ტრანსფორმაცია ხდება რა, ჩემი იმისი, იმიტომ რომ რაღაც ან მინდა რომ ესე იყოს და შეიძლება ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვა არის რეალობაზე, მაგრამ პარალელურად ძალიან fragile, ძალიან მსხრევად სუბსტანციას ეხები რა, როგორც ადამიანის ჩემი პროფესიის ადამიანები არ ეხებიან ადამიანის მარტო ცხოვრებას. ჩვენ ვეხებით ადამიანის სულს, ვეხებით ადამიანის ცნობიერს, ქვეცნობიერს, ანუ ძალიან ღრმა სუბსტანციაა ეს, აი ცოტა ის ფილოსოფიურ ჭრილში რო შეხედო რა, ასე ვთქვათ. ამიტომ იქ ყოველთვის გიდგება აბა რა ჯობია აი ამ კონკრეტული ადამიანისთვის. მეორეს მხრივ აი ფიქრობ, რომ აი მე რო ამის ადგილას ვიყო, აი ჩემთვის რომელი გადაწყვეტილება მერჩივნებოდა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველაზე კაი ოპერაცია ხო ის არის, რომელიც პაციენტს არ დაჭირდა და რომელიც არ ჩატარებულა, ხო, თვითონ ფაქტი რომ ოპერაცია კეთდება, უკვე კომპრომისი არის აი ბუნების კანონთან მიმართებაში, რაზეც საუბრობდით, ხო, მე ყველა ქმედება კომპრომისია. მეორეს მხრივ აუცილებელია რომ ის გაიაზრო, რომ ის მე არ ვარ, ანუ ჩვენი სიტუაციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და
რა ვიცი რა, მე შეიძლება ხორცს ჭამ და შენ შეიძლება არ ჭამ, ან ვამარტივებ ამას უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ აი ეს მომენტი, რომ აი ისიც კი არ არის რა, რომ აი მე ჩემს, აი მე მქონია დაუშვათ აი სიტუაციები ძალიან ბევრია ესეთი სიტუაციები, მაგალითად, რომ აი რაღაცა მძიმე პაციენტია, რომელმაც პრინციპში ჰოსპიტალური ეტაპი დაამთავრა და პაციენტისთვის საუკეთესო არის მისი სახლში გადაყვანა. და ამავდროულად ხვდები, რომ ის სახლში გაცილებით უფრო ძნელი მოსავლელია და აი კითხოს რო გისვდა, აი ჩნდება რა ჰაერში, ასე ვთქვათ, არავის პირდაპირ არ გისვავს, რომ აი შენ ახლობელს გადაიყვანდი სიტყვაზე და ეს კითხვა როცა ჩნდება პირადად მე როცა გამიკეთეს ოპერაცია, ჩემ კურნალ ექიმს დაურეკე, მეთქი აუ ეხლა თუ შეიძლება მეორე დღეა, ეხლა 3 დღე საავადმყოფოში ძალიან არ მინდა წოლა, ტაქსს გამოვიძახებ, სახლში წავალ, ეს მეუბნება რომ შეხვევებს ვინ გაგიკეთებს და მეთქი შეხვევებს მე თვითონ გავიკეთებ, ნაკერები მე თვითონ მოვიხსენი, იმიტომ არა რომ ეს ჩემი ყოველდღიურობაა, პარალელურად შეიძლება უცებ იყოს ისეთი ადამიანის ოჯახის წევრი, რომელმაც უბრალოდ ღია ჭრილობა რო დაინახოს, იმას გული წააუვა და ის მდგომარეობა, რომელიც ჩემთვის მისაღები არის, მისთვის მისაღები არ არის რა. ეს მომენტი და ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია რა და ძალიან ისეთია თავის შინაარსით რა. ძალიან დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და ესეთი საინტერესო ეპიზოდისთვის. პირიქით, ჩემი მადლობა, რაღაც მგონია რომ ბევრი რაღაცა ხო იცი ქვეცნობიერიდან ცნობიერში ამოუწიე შენთან საუბრის შედეგად და პრინციპში რაღაც ჩემ რაღაცეებზეც დავიწყე პირდაპირ დაფიქრება რა სწორია რა არასწორი. მიხარია, ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის ისი მადლობა. თუ მოგეწონა ეპიზოდი და თვლი რომ შენთვის ღირებული იყო, არ დაგავიწყდეს გამოწერა, დალაიქება და დაკომენტარება თუ რა აზრი გაქვს ზოგადად ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დანაპირები პრაქტიკის მისაღებად აღწერილობაში ნახავ ბმულს, შეგიძლია შემოვერთდე ჩვენს Telegram არხს და თუ დღეს არავის არ ვთქვამ შენთვის, მინდა პირველი ვიყო ვინც ამას გეტყვის, ძალიან მიყვარხარ და იცოდე რომ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ.